თავის დროზე, გასული საუკუნის 20-იან წლებში, საბჭოთა ხელისუფლება მასობრივი უწიგნურობის მოსპობის ეგიდით დაიწყო განათლების სისტემის შექმნა საბჭოური, რომელიც შექმნიდა საბჭოთა კადრებს, როგორც სასკოლო, სკოლამდელი, ასევე უმაღლესი განათლების. ეს რეფორმა საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისთვის და ზოგადად მთელი საბჭოეთისთვის, იმიტომ რომ საბჭოთა ხელისუფლებამ დაიწყო განსხვავებული საგანმანათლებლო სისტემის შექმნა და სხვათა შორის 30-იანი წლების შუახანებამდე პედაგოგიკის ნაცვლად არსებობდა კიდევაც ეგრეთ წოდებული პედოლოგია და პედაგოგიკას მიიჩნევდნენ როგორც ბურჟუაზიის გადმონაშთი და ამიტომაც ესეც კი შეცვალეს. და დაიწყო ეგრეთ წოდებული წითელი პროფესურის შექმნა. ეს არ იყო შემთხვევითი, ეს იყო მიზანმიმართული, იმიტომ რომ რეჟიმს ჭირდებოდა მომხრეები, რეჟიმს ჭირდებოდა ტაშის მკვლელები და ის ინტელიგენცია, ის საკმაოდ ისეთი საინტერესო, განათლებული და როგორც თვითონ ბოლშევიკები უწოდებდნენ, ეროვნულ ნიადაგზე მყოფი ბურჟუაზიული ინტელიგენცია მიუღებელი იყო საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმისთვის და ამიტომ შექმნა საკუთარი კადრები და სხვათა შორის საინტერესო იყო არსებობდა ეს ეგრეთ წოდებული მუშფაკები, რომლებიც სადღაც 2-3 წელიწადში თითქმის 4 წლის დასასრულს ამზადებდნენ არა მხოლოდ უმაღლესი განათლების დამთავრებულ, ასე ვთქვათ, კადრებს, არამედ ეგრეთ წოდებულ წითელ პროფესურასაც, ადამიანები, რომლებიც მადლიერები იყვნენ არსებული რეჟიმის და სხვათა შორის ესენი იყვნენ ერთ-ერთი პირველები, ვინც შემდგომს დიდ საბჭოთა წმენდას შეეწირნენ. რა თქმა უნდა, უფრო ადრე ამ ტერორის მსხვერპლი გახდა ეროვნული ინტელიგენცია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა ოკუპაციას და თავისთავად მიუღებელი იყო საბჭოთა რეჟიმისთვის. ისინი იგონებდნენ 1000 მითებს, რომ ეს იყო საბჭოთა ხალხის მტერი ინტელიგენცია, ბურჟუაზიული ინტელიგენცია, რომელსაც კლასობრივი სიძულვილი ამოძრავდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, არადა პირიქით იყო საბჭოთა ხელისუფლება ნერგავდა ყოველგვარ ზიზღის პროპაგანდას ეწეოდა და სხვათა შორის ის რეფორმა ეგრეთ წოდებული, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ატარებს და ეგრეთ წოდებული 3+1 და ახლა მიღებული კანონი, რომ 2010 წლამდე 4 წელი ვინც დაამთავრა ისწავლა ერთსაფეხურიანი მაგისტრატურას უტოლდება, ესეც ერთგვარი ქმედება იმის მისაღწევად, რომ მიიღონ სასურველი კადრები საბოლოოდ იმისთვის, რომ რეჟიმის ტაშის მკვლელი რაც მეტი ეყოლებათ, მით უკეთესია.